ბირჟის გახსნამდე და ბირჟის დახურვის შემდეგ ვაჭრობ. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ტრეიდერის პლატფორმის დახმარებით ბირჟის გახსნამდე ან ბირჟის დახურვის შემდეგ აქციების ყიდვა ან გაყიდვა. ამისთვის ჩვენ უნდა ავირჩიოთ შესაბამისი აქცია და გავხსნათ order ticket-ი. ტრეიდერის პლატფორმის ძალიან დიდი პლუსია, რომ ის გაძლევთ საშუალებას ივაჭროთ 24 საათის განმავლობაში ამერიკულ ბირჟებზე. პირველ რიგში ავირჩიოთ, რომ გსურს Airbnb-ის ერთი აქციის ყიდვა. შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ trading session ფანჯარას, რომელიც გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ან პრემარკეტი, ბირჟის გახსნამდე ვაჭრობის შესაძლებლობა, ან პოსტმარკეტი, ბირჟის დახურვის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ვაჭრობის შესაძლებლობა, ან overnight, მთლიანი ღამის განმავლობაში შეგვიძლია აქციების ყიდვა გაყიდვას. თუ ავირჩიოთ პრემარკეტს, შემდეგი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ პლატფორმამ მოგცემთ შესაძლებლობას დავალება არასაბირჟო სესიაზე გაიტანოთ მხოლოდ ლიმიტ დავალების სახით, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მიუთითოთ რა მაქსიმალური ფასის გადახდა გსურთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მიუთითოთ, რომ Airbnb-ის აქციების ყიდვა ან გაყიდვა გსურს მაქსიმუმ $125. შემდეგ დავაწვევით buy relax. პლატფორმა დაგვიწერს შეჯამებას, რომ ყიდულობთ Airbnb-ის ერთ აქციას მაქსიმუმ $125. თუ დავაწვევით submit, უკვე დავალება გაიგზავნება ბირჟაზე. დავინახოთ, რომ ჩვენი დავალება გაგზავნილი არის ბირჟაზე და ეს დავალება Airbnb-ის აქციების ყიდვაზე შესრულებულია.